მოგესალმებით ჩემო ძვირფესებო. ეს არის არქიტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა, რას მოგიტანთ უახლოესი ერთი თვე. რა ენერგიებში ხართ, რა ენერგიები შემოდის და რა ენერგიები გტოვებთ. მაშ ასე ჩაიფიქრეთ მხოლოდ საკუთარი თავი და ვნახოთ. იმპერატრიცები ამომივარდა თვითონ. ეს თუ ქალებს უკავშირდებათ, მაშინ გეტყვით იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება თქვენს ცხოვრებაში, აქ იქნება ღირსეული ნაბიჯები თქვენი მხრიდან, თუ თქვენს ცხოვრებაში განსაკუთრებით პირად ურთიერთობებში თუ მამაკაცები მეყურებთ, მაშინ გეტყვით, რომ თქვენს ცხოვრებაში ძალიან საინტერესო ქალი უნდა გამოჩნდეს, რაც მოგიტანთ საოცარ ემოციებს. ზოგადი ენერგიები, რა ენერგიებში ხართ თქვი კიდეც და მოკლედ ინტუიცია გაქვთ ძალიან განვითარებული ჩემო ძვირფესებო. მიექცეთ ყურადღება ინტუიციას, სიზმრებს, იმიტომ რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები მოდის. მამაკაცი, რომელიც თქვენგან გატრიალებული იყო და სადაც არსებობდა რაღაცა გარკვეული სიმპათიები, გრძნობები, ემოციები და ასე შემდეგ, ასეთი ადამიანი, ანუ წარსულის პარტნიორი შესაძლებელია გამოჩნდეს უახლოეს პერსპექტივაში, მოდის ძალიან გულწრფელი, მოდის ძალიან ღრმა ემოციებით, როგორც ჩანს ძალიან მოაკლდა კი ბატონო ბალანსი უნდა და ჰარმონია თქვენთან. ძალიან მოაკლდა თქვენი ყურადღება. ამიტომ გზაც რომ გაშორებთ, იმიტომ რომ ამ მამაკაცის უკან უზარმაზარი გზელი გზა არის, ამ გზაც რომ გაშორებთ ჩემო ძვირფესებო, მზად იქნება რომ ეს გზა მან გამოიაროს. კიდევ რა ენერგიებია? საინტერესოა. ой, როგორ არ მიყვარს ეს მთვარე და ნუ მოკლედ. ნახეთ თქვენი შეზღუდვები, მენტალური მდგომარეობაც კი, ნახეთ, შეგვიჭილი ხართ აბსოლუტურად. არის სცენარი, საიდანაც თავის დაღწევა ძალიან გიჭირს. საკმაოდ დიდი ხანია ერთ და იგივე წრეზე ტრიალებთ. ეს არის გაურკვეველი სცენარი, მთვარი არის ზოგადად დეპრესიული ფონი, გაღრმავებული, რაც გიქმნით წინააღმდეგობას ნაბიჯებში, თუ ქმედებებში და ასე შემდეგ. აქ მენტალური მდგომარეობა ძალიან დაბალ ვიბრაციებშია, დეპრესიული ფონი, უძილო ღამები, კოშმარული სიზმრები და ასე შემდეგ. ბევრ თქვენთაგანთან არის რაღაცა ნეგატიური ენერგიების ზემოქმედებები, რაც ხილს გიშლით კი ბატონო და ეს არის გადასაჭრელი საკითხი. ანუ მისაქცევი გაქვთ თქვენს ენერგიებზე ყურადღება. უნდა მოხდეს აი ამ თვარისგან და აი ამ შემოჭრებებიდან განთავისუფლება თქვენი ხლის ტუძი ნიშნავს გადაჭრას დასრულებას, მოგვარებას ამ სცენარის, აი ამ უარყოფითი ენერგიების, იმიტომ რომ აქ გარკვეული ენერგიები არის თქვენზე იმისთვის, რომ მოხდეს წინსვლები და გზების გახსნაც. კალისნიცა ნიშნავს ზოგადად აი დაკეტილი სივრციდან გამოქცევას. თან ისეთი ტემპით უნდა აიდგათ ნაბიჯები, რომ თქვენთვისაც წარმოუდგენელი იქნება. იქ სადაც საკმაოდ დიდი ხანია გაჩერებული ხართ და ვერ იძვრით, ვერ მოქმედებთ, ზუსტად ეს რაღაცა შემოსაზღვრული წრე უნდა გაიხსნას. ამისთვის აუცილებლად არის სამუშაო პროცესი ჩასატარებელი, რომ მოხდეს განთავისუფლება თქვენი ამ ენერგიებისგან. ეს არის საოცარი არკანი, ძალიან მიყვარს, ძალიან მკაფიო, ძალიან საინტერესო, ძალიან აქტიური და მოქმედი. ამიტომ რომ მოხდეს თქვენი რაღაცნაირად განთავისუფლება ამ ენერგიებიდან და შეგვიძლია სივრციდან რეალურად უნდა განთავისუფლდეთ ამ ენერგიებისგან უდაოდ. პარალელურად გეტყვით იმას, რომ აქ არჩევანია პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით. არც თუ ისე დიდი ხნის უკან ძალიან სერიოზული ფუნდამენტური ნგრევები იყო თქვენს პირად ცხოვრებაში. გინდოდათ თუ არ გინდოდათ რაღაცა არჩევანის წინაშე აღმოჩნდით. ნახეთ, თითქოს არც კი კითხეს არჩევანი, მოდი ესე შემიძლია ვთქვა. აქ არ იყო და მოკიდებული თქვენზე, თქვენ რა გადაწყვეტილებას მიიღებთ, უბრალოდ არც კი კითხეს, ისე ჩამოვიდნენ რაც თავზე ყველაფერი. ეს უკავშირდება პირად სივრცეს რასაკვირველია. აქ რესურსების არა სათანადო გადანაწილება ხდებოდა, ვიღაცა უფრო მეძდებდა, ვიღაცას უფრო მომხმარებლის სტატუსი ჰქონდა. რეალურად აქ არა სახარბილოდ გადანაწილებული რესურსები, თქვენ გაქვთ ძალიან დიდი რესურსი. ფრთხილად იყავით პარალელურად უახლოეს პერიოდში, აქ რაღაცა ნგრევა შესაძლებელია მოხდეს ფინანსებთან დაკავშირებით, შესაძლებელია სამსახურის დაკარგვაც იყოს, ან მოულოდნელი დაკარგვა სამსახურის, საერთოდ რომ არ ელოდებით, მაგრამ არ ინერვიულოთ აქ შემოთავაზება გექნებათ ამ ვის შემდეგ გექნებათ შემოთავაზება, საკმაოდ საინტერესო და ძალიან დიდი სიხარული გაქვთ ამასთან დაკავშირებით. ვისთანაც სამსახური აქტუალური არ არის, შევახსენეთ, რომ ეს საჯაროა და ყველაზე ერთნაირად არ რეზონირდება, ესეც გაითვალისწინეთ. ვისთანაც სამსახური აქტუალური არ არის, მაშინ გეტყვით, რომ პირად ურთიერთობებში თქვენს ირგვლივ ტრიალებს ახალგაზრდა მამაკაცი, შესაძლებელია ასაკით თქვენზე პატარა იყოს, რომელიც ძალიან გულწრფელი ემოციებით მოდის, ძალიან სერიოზული ნაბიჯებით მოდის. აქ ბევრ თქვენთაგან სხვათა შორის შემოთავაზება ექნება ქორწინების, ერთად თანაცხოვრების, ჯვრის წერის და ასე შემდეგ. უახლოესი პერიოდი საკმაოდ გარდამტეხი იქნება. ნახეთ, საკმაოდ დიდი ხანი გაიარეთ ბრძოლის ენერგიები, ეს ბრაზი აგრესია, ეჭვიანობები, ეს რაღაცა ნეგატიური ენერგიები, ზემოქმედებები კიდევ არსებობს ქვეცნობიერის თვალსაზრისით თქვენზე და აქედან თავის დასაღწევად ზუსტად კარგი პერიოდია. საკმაოდ დიდი ხანი გაიარეთ ეს კრიზისი. ისეთი უნდობლობა გაქვთ პირად ურთიერთობებში, თითქოს აი
ნდობის ფაქტორი განმავლებული არასაკურველია, იმდენად დიდი ტკივილი და ტრავმები გაქვს მიღებული პირად ურთიერთობებში, რომ ნდობის ფაქტორი ნული ესე ვიტყოდი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი რესურსების მქონე ადამიანი ხართ, ვიტყოდი, რომ ახალი ადამიანი მოდის ბევრ თქვენთაგანთან, აუცილებლად ახალი ადამიანი მოდის უახლოეს პერიოდში, ძალიან გავხართ ერთმანეთს. შესაძლებელია ერთი ჰოროსკოპის მატარებლები იყოთ, ან უბრალოდ გავდეთ ვიზუალურადაც კი ერთმანეთს, ენახეთ კვერთხების მეფე და კვერთხების დედოფალი, ის არის ახალი ურთიერთობა, ახალი ნაბიჯები, ახალი დასაწყისი, საოცარი ენერგიებია. ბედის ბორბალი ტრიალებს თქვენს მხარეს და ეს ფიქრობ, ეს იქნება სამყაროსგან სამართლიანი საჩუქარი იმისთვის, რომ მოხდეს გადალაგება თქვენი ამ რაღაცა ტანჯვის ენერგიებიდან გადახვიდეთ უფრო თავისუფალ, უფრო დადებით ემოციებში. ბევრ თქვენთაგანთან ვისთანაც აქტუალურია ორსულობის ალბათობა, ციფრთხილე გამოიჩინეთ ვისაც არ გინდათ. იმიტომ რომ ამის ალბათობა ძალიან დიდია. კიდევ რა ხდება უახლოეს ერთვის განმავლობაში, ვიღაცა ცდილობს თქვენს მოტყუებას ფინანსების თვალსაზრისით, ახალგაზრდა მამაკაცის ენერგია მოდის. არავითარ შემთხვევაში არ გასცეთ ეს თანხა, თორე გაგიხდებათ საჭიდაო, ვეღარ დაიბრუნებთ ამ თანხას. კი ბატონო, ახალგაზრდა მამაკაცის ენერგია მოდის. ბევრ თქვენთაგანთან წარსულის პარტნიორი უდავოდ ჩნდება, აქ რაღაცა ახალს გთავაზობთ, უნდა წარსულში დაბრუნება, ნოსტალგია აქვს თქვენი რესურსების, თქვენი ემოციის, თქვენი სექსუალური ენერგიების, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს არის манипуляტორი, საკმაოდ კარგი манипуляტორი, იცის როგორ მოგიდგეთ, რომ მოხდეს თქვენი რესურსების გამოყენება და აქ ისევ არ მინდა იგივე სცენარი გაიმეოროთ, იმიტომ რომ ამის ძალიან დიდი ალბათობაა. რა იქნება რჩევა თქვენთვის ამ შემთხვევაში? ნახეთ, манипуляციები, რაც თქვენს ირგვლივ ტრიალებს, რაც თქვენ ზიანს გაყენებთ, რომ ხვდებით, რომ ეს არის манипуляციები, სადაც ტკივილის ენერგია გატყუებენ, ღალატობენ და ასე შემდეგ. აი ესეთი ენერგიებისგან თავი განითავისუფლეთ აბსოლუტურად. განულდით, ნახეთ, გამოეცალეთ. გაანულეთ თქვენი ენერგიები, რა თვალსაზრისით, რომ თავიდან მოხდეს თქვენი დაბადება, ენერგიის თვალსაზრისით, დაბიჯების თვალსაზრისით, აი თითქოს ახალი ფურცლიდან იწყებთ ცხოვრების ეტაპს, რაც რეალურად იქნება შესაძლებელი უახლოეს პერიოდში და დამერწმუნეთ, რომ აი ამ ერთი თვიდან საკმაოდ გარდამტეხი ეს ერთი თვე თქვენთვის 1-თან 6 თვის ტენდენციაზე ძალიან დიდი კმაყოფილებაც მოდის, ძალიან დიდი სიხარულის ენერგიაც მოდის, თქვენ თუ შეძლებთ საკუთარ თავთან მუშაობას და ენერგიების თუ მენტალური მდგომარეობის განულებას ცუდ ენერგიებს გულისხმობ რასაკურველია, დამერწმუნეთ, რომ აი ეს კმაყოფილების არკანი უდაოდ დადგება თქვენს სივრცეში. მიაქცეთ ყურადღება 6-9 რიცხვები, საკმაოდ მნიშვნელოვანია, არ ვიცი რა ღირებული ინფორმაციები მოდის თქვენამდე, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს რაღაცა სასიამოვნო შეტყობინება შეიძლება იყოს, შესაძლებელია ისეთი ინფორმაცია, რამაც ძალიან დიდი ბედნიერება მოგიტანოთ. წარმატებებს გისურვებთ შემოძვირფესებო, ძალიან მიყვარხართ და დროებით მომავალ შეხვედრამდე.